პოლარული ექსპრესი. მრავალი წლის წინ, შობის წინა ღამის, გატრუნული რიწექის აწოლში. ვცდილობდი ზეწარს რაც არ ეშრაშუნა. ძალიან ფრთხილად და უჩუმრად ვსუნთქავდი. გასუსული ველოდი ხმის გაგონებას. იმ ხმის, რომელზეც ჩემმა მეგობარმა მითხრა, ვერასოდეს გაიგონებო. სანტას მარხილის ზანზალაკების წკრიალა ხმა მინდოდა მოსწვდომოდა ჩემს ყურს. არ არსებობს სანტა, დროა გაიზარდო, იგზღაბრები პატყანების გასართობადაა მოგონილი. გულმოდგინედ მარწმუნებდა ხოლმე ჩემი მეგობარი, მაგრამ მე ზუსტად ვიცოდი, რომ ცდებოდა. იმ შუაღამეს ის იყო უნდა ჩამძინებოდა, რომ მართლა ჩემომესმა ხმა, მაგრამ ეს მარხილის ზარები არ იყო. ზარების წკრიალი კი არა, მე ორთქმავლიდან წუილით გამოშვებული ორთქლის და მეტალის ღრჭიალის ხმა შემომესმა. წამსვე საწოლიდან წამოვხდი და ფანჯრიდან გავიხედე. გაოცებისაგან პირი დავაღე. დავინახე, რომ ზუსტად ჩემი სახლის წინ ერთი ხელის გაწვდენაზე გაჩახჩახებული მატარებელი ჩამომდგარიყო. მისგან მომავალი სქელი ორთქლის საბურველივით შემომეხვია გარს. ციდან კი ნელი ფარფატით ეშვებოდა თოვლის ფიფთები. ერთ-ერთი ვაგონის ღია კართან გამცილებელი იდგა. ლურჯ ფორმაში ჩაცმულმა სერიოზულმა კაცმა ჟილეტის ჯიბიდან საათი ამოიღო. დროს დახედა და შემდეგ მზერა ჩემს ფანჯარას მოაპყრო. მიუხედავად იმისა, რომ არც დაუძახია და არც ხელით უნიშნებია რამე, ფეხები სასწრაფოდ ჩავყავი ფეხსაცმელში. ფეხაკრეფით ჩავიპარე კიბეებზე და გარეთ გავედი. თითქოს ორთქლით სავსე სუსხიან ჰაერს შევერიე. ყველანი ბორდზე! ხმამაღლა დაიძახა კაცმა. მასთან მივირბინე და გაკვირვებული შევაცქერდი ტროტუარიდან. თან ცალი თვალით სახლს გავხედე. იქნებ ჩემს გარდა კიდევ ვინმეს დაენახა ეს საოცარი მატარებელი. აბამ, რა გადაწყვიტებ? მოდიხარ? თუ რჩები? კითხა კაცმა ინტერესით. სად თუ მოვდივარ, მე მეკითხებით? როგორ თუ სად? რა თქმა უნდა ჩრდილოეთ პოლუსზე. მიპასუხა მე მანქანემ. ეს ხომ პოლარული ექსპრესია. პოლარული ექსპრესი. ბევრი აღარ მიფიქრია. გამოწვდილ ხელზე ხელი ჩავავლე და კაცმა მატარებლის ბორტზე ამიტაცა. იქაურობა ბავშვებით იყო სავსე. ყველანი ჩემსავით პიჟამოებითა და ღამის პერანგებით იყვნენ. დიდი მხიარულება იდგა. მატარებელი ადგილს მოწყდა და ელვის სისწრაფით გაქანდა ღამეში. ჩვენ საშობაო სიმღერებს მღეროდით და თოვლივით ქათქათა და ღეჭია ნუგათი გამოტენილ კანფეტებს ვჭამდით. ზედ ცხელ კაკაოს ვაყოლებდით, რომელიც შოკოლადის დამტნარი ფილასავით ბლანტი და გემრიელი იყო. სანამ პოლარული ექსპრესი ჩრდილოეთისკენ მიქროდა, გარეთ შორიახლოს ჩავლილი ქალაქებისა და დასახლებების შუქები კიაფობდა. სულ მალე ფანჯარაში შუქების ლიცლიც მაიკლო და მალე სრულიად გაქრა. ისინი ციუმა და ბურულმა ტყეებმა, მოძრწიალე გამხდარმა მგლებმა და თეთრკუდა კურდღლებმა ჩაანაცვლა, რომლებიც მატარებლის გამოჩენაზე ფეთდებოდნენ და აქეთ-იქით იმალებოდნენ, სანამ ექსპრესი ელვის სიჩქარით მიაპოვდა მდუმარე, უკაცრიელ ბუნებას. გზად ისეთი მაღალი მთების წვერებზე ავდიოდით, ხან მეგონა რომ მთვარეს გავკაწრავდით, მაგრამ ექსპრეს სიჩქარე წამითაც არ შეუნელებია. პირიქით, უფრო და უფრო სწრაფად მივქროდით და შიგადაშიგ მწვერვალებიდან მდელოებისკენ კომეტასავით ვეშვებოდით, ამერიკული მთების საქანელასავით. თანდათან მაღალი მთები დადაბლდა და ბორცვებად იქცა. ბორცვები კი თოვლით დაფარულ სტეპებად. გადავკვეთეთ უზარმაზარი უსიცოცხლო, ყინულოვანი დაბლობი, დიდი პოლარული კამარა და, როგორც იქნა, სათხად შორს სინათლეები გამოჩნდა. გაყინულ ოკეანეში მცურავი უცნაური ლაინერის შუქებს ჰგავდა. აი, თქვა გამცილებელმა. ეს არის ჩრდილოეთ პოლუსი. მოვედით. აი თურმე როგორი ყოფილა. გავიფიქრე გაოცებულმა. სამყაროს კიდეზე მდგომი უზარმაზარი ქალაქი იყო, დიდი ქარხნებით სავსე, სადაც ყველა საშობაო სათამაშო მზადდებოდა. თავიდან ელფები ვერსად შევნიშნეთ. ისინი ქალაქის ცენტრში იღრიან თავს. გვითხრა გამცილებელმა. სწორედ იქ გადასცემს ხოლმე სანტა შობის პირველ საჩუქარს. ვინ იღებს შობის პირველ საჩუქარს? ვიკითხეთ ერთხმად. ის ამ რიტუალისთვის ერთ-ერთ თქვენგან სამოარჩევს. ჩაიღიმა კაცმა. შეხედეთ. წამოიძახა ამ დროს ერთ-ერთმა ბავშვმა. ელფები. ფანჯრიდან ასობით ელფი დავინახეთ. რაც უფრო უახლოვდებოდა ჩვენი მატარებელი დანიშნულების ადგილს, მით უფრო ანელებდა სვლას. უკვე ისე ნელა მიდიოდა, თითქმის მიღოღავდა. ქალაქი სულ უფრო და უფრო ივსებოდა სანტას ერთგული დამხმარეებით. როდესაც გადაადგილება შეუძლებელი გახდა, პოლარული ექსპრესი გაჩერდა და გამცილებელმა ყველანი გარეთ გაგვიყვანა. ირგვლივ ყველაფერი თოვს დაეფარა.
მაგრამ ისეთი ხალისი იდგა, სიცივე საერთოდ არ იგრძნობოდა. ხალხმრავლობაში ნელ-ნელა მივიწევდით წინ დიდი წრის ნაპირისაკენ, რომლის შუაშიც სანტას ულამაზესი მარხილი იდგა. ირმები ვერ ისვენებდნენ, ადგილზე ბორგავდნენ და ფორი აქობდნენ. ჩლიქებით თოვლზე ლამაზ ორნამენტებს ხატავდნენ. თან გულზე ჩამოკიდებულ ვერცხლის ზანზალაკებს აწკრიალებდნენ. ჰაერი ისეთი ჯადოსნური ხმებით ივსებოდა, მისი მსგავსი მანამდე არაფერი მსმენოდა. უცებ ელფები აქეთ-იქით მიიწვნენ და წრეში სანტა გამოჩნდა. ყველა სიხარულით და ხმამაღალი ყიჟინით შეეგება. სანტა პირდაპირ ჩვენსკენ გამოემართა, გადმოგხედა და ერთი წამით ჩაფიქრდა. მერე ჩემდა გასაოცრად ჩემზე მიუთითა. ამჯერად ამას ვირჩევ. თქვა სანტამ და მარხილში შეხტა. გამცილებელმა ხელში ამიტაცა და მარხილზე ამსვა. სანტას მუხლებზე დავჯექი თუ არა, მან გულთბილად მკითხა. აბა, გისმენ? რას ისურვებ საშობაო საჩუქრად? ვიცოდი, რომ რასაც ვისურვებდი, ნებისმიერი საჩუქრის მიღება შემეძლო. მაგრამ ის, რაც ამ მშობას ყველაზე მეტად მინდოდა, სანტას საჩუქრების ვეებერთელა ჩანთაში ნამდვილად არ იყო. ის, რაც სამყაროში ყველაზე მეტად მინდოდა, სანტას მარხილის ერთ-ერთი ვერცხლის ზანზალაკი იყო. როდესაც თხოვნა გავბედე, სანტას გაეღიმა. შემდეგ გულში ჩამიკრა და ელფს უთხრა ერთ-ერთი ირმისთვის ზარი მოეხსნა. ყოჩაღმა ელფმა სწრაფად შეხსნა ზარი ირემს და სანტას მარხილში ამოუგდო. სანტა წამოიმართა, ზარი თავზე მოდასწია და დაიძახა. ეს შობის პირველი საჩუქარია. ახლა შეგვიძლია სხვა ბავშვების გახარებაზეც ვიზრუნოთ. საათმად ზუსტად ამ დროს ჩამოკრა 12 და ელფებმა სიხარულის ყიჟინა ატეხეს. მერე სანტამ ზარი გამომიწოდა და მე ის ფრთხილად ჩავიდე ჯიბეში. დასაჩუქრებული გამცილებელმა მარხილიდან ძირს ჩამომსვა. ამასობაში სანტამ ხმამაღლა ჩამოთვალა ირმების სახელები. დეშერ, დენსერ, ბრენსერ, ვიქსენ, კომეტ, კიუპიდ, დონდერ, ბლიცერ და რუდოლფ. რუდოლფ, დროულად ვიგვიანებთ. და ბრჭყვიალა მათრახი ჰაერში გაატყლაშუნა. ირმების გუნდი წინ გაიჭრა და მარხილი ცაში აიტაცეს. სანტამ ერთი საპატიო წრე შემოგვავლო და ყინულებით მოჭირხლულ ცაში გაუჩინარდა. როგორც კი უკან პოლარულ ექსპრესში დავბრუნდით, ბავშვებმა მთხოვეს მათთვის ზარი მეჩვენებინა, რომ მისი საოცარი წკრიალი ახლოდან მოესმინათ. ხელი ჯიბეში ჩავიყავი, მაგრამ ერთადერთი, რაც შიგნით დამხვდა, ნახრეტი იყო. სანტას მარხილის ვერცხლის ზანზალაკი დამიკარგავს. ჩქარა გავიდეს გარი და ყველა მერტად მოვძებნოთ. წამოიძახა პატარა გოგონამ და ბავშვები ადგილიდან წამოიშალნენ, მაგრამ სწორედ ამ დროს მატარებელმა საყვირი მისცა და ადგილიდან დაიძრა. ჩვენ უკან, სახლებისკენ მიმავალ გზას დავადექით. ზარის დაკარგვამ გული საშინლად მომიკლა. აღარც ფანჯარაში გამოჩენილი პეიზაჟები მხიბლავდა და აღარც მოახლოებული დღესასწაულის სიხარულს გრძნობდა გული. როდესაც ექსპრესი ჩემს სახლთან გაჩერდა, ნაღვლიანი დავემშვიდობე ბავშვებს. სახლის კარებთან გავჩერდი და ხელი დავუქნიე. დაძრული მატარებლიდან გამცილებელმა რაღაც მომაძახა, მაგრამ სიტყვები ვერ გავარჩიე. რა მითხარით? დავიძახე ხმამაღლა. ერთთან ხელები მოამრგვალა და რაც შეეძლო ხმამაღლა დამიყვირა. ბედნიერი შობა! პოლარულმა ექსპრესმა ხმამაღლა გამოუშვა, ორთქლი და წინ გაიჭრა. შობის დილა გათენდა. მე და ჩემი უმცროსი და სარა საჩუქრებს ხსნიდით. მაშინ, როცა გვეგონა რომ უკვე ყველა საჩუქარი გავხსენით, სარამ ნაძვის ხის უკან პატარა ყუთი იპოვა. ყუთს ჩემი სახელი ეწერა. შიგნით ვერცხლის ზანზალაკი იდო და ასევე პატარა, ორად გაკეცილი წერილი. ჩემი მარხილის სკამზე ვიპოვე. ამოკემსე ეგ ნახრეტი ჯიბეში. წერილი ხელმოწერილი იყო. ს, კ. ზარი შევარხიე და მან ყველაზე ლამაზი ხმა გამოსცა, რაც მე და ჩემ დას ოდესმე გაგვეგონა. დედა ჩემა კი ამ დროს გულდაწყვეტით თქვა. უი, რა დასანანია, რა ლამაზია და ხმა არ აქვს. დაითანხმა მამა. გატეხილი ყოფილა. შეიძლება ფოსტაში გატყდა, როცა დეიდასელმა აგზავნიდა. გაოცებულმა გავიაზრე, რომ როცა ზარი შევარხიე, ჩემმა მშობლებმა მისი წკრიალი ვერ გაიგეს და ვერც ის, ვისგან იყო საჩუქარი. თავიდან ჩემი მეგობრების უმეტესობას ესმოდა ხოლმე ზარის ხმა, მაგრამ წლები რომ გავიდა, ის ყველა მათგანისთვის დადუმდა. სარამაც კი ერთშობა დილით აღმოაჩინა, რომ ზარის ტკბილი ხმა აღარ ესმოდა, მაგრამ ჩემთვის, მიუხედავად იმისა, რომ სიბერემ მომიკაკუნა,
ზარი კვლავაც რეკავს, ისევე როგორც ყველასთვის, რის გულშიც რწმენა და კეთილი სურვილები შობის ვარსკვლავივით ანთია.